დღეს კაი ქარია. გრილა. სკოლის ეზოში შემოვედით, ადრე მოვედით დღესაც. ეს გამოიყურება და დაველოდებით აქ ლილეს. აი ქარია, აი მაგარი ქარია. მაგარი ქარია. აქ დავსხდებით მე და ჩემი გოგო. და დაველოდებით ლილეს ყოდედა. ჩემი მიკროფონები გამიფუჭდა. ხო და აი ესეთ ქარიან დღეებში ძალიან მჭირდება მიკროფონი. რო აი ეს ქარის ხმები არის ხოდესხომე კადრებში. იმედია მალე შევიძენთ. ოღონდ კარგს. ისეც იაფიანს აღარ ვიყიდი. თუ ვიყიდი წესიერს ვიყიდი, რომ დიდხანს გამიწლოს და რომ დატენი კიდე დიდხანს გაწლოს და ზოგადად ხარისხითაც დიდხანს გაწლოს. დღეს აქვს ქონდა უბრალოდ ახლა უკვე დაწერილი ექნება ლილეს პირველი ტესტი მათემატიკაში. ზოგადად პირველი ტესტი რაც სკოლაშია და ნახოთ აბა როგორი გოგო იქნება. როგორი გოგო იქნება ვნახოთ. მოგესალმებით. გამეწელა ვლოგის არ დადება არხზე. აქვე მინდა გითხრათ, რომ აღწერაში არის ჩემი TikTok-ის აკაუნტის ლინკი. იქაც მინდა რომ აქტიური გვერდი მქონდეს. ხანდახან იქ იქნება მინი ვლოგები, ჩვეულებრივი ვიდეოები. ხო და გელოდებით, ვისაც გაქვთ TikTok-ი და დღეს უმრავლესობას აქვს, გადმოდით ლინკზე და გამომიწერეთ, ძალიან გთხოვთ და იქაც მინდა რომ ყავდეთ, ასევე Instagram ლინკიც არის აღწერაში და Facebook ლინკიც არის ჩემი აღწერაში. ხო დედა. დღეს მიყვავს ლილე რაღა იყო და ლიზა გეგმიურ ვიზიტზე ექიმთან. გავიგებთ რა სიმაღლეა, წონა როგორ აქვს. ეხლა ხანს გავაცილე ლილეს სკოლაში. ყველაფერი ძველებურად არის, როგორც აქამდე იყო. დილაობით მეც რო შემომხედავდა სოსოსაც, სოსო უფრო გადაღლილს გავს და სოსო უფრო ნათენებს გავს ვიდრე მე. ესე რატო ხდება არ ვიცი, მაგრამ ესეა ვიზუალური იმით, შეხედულებით, შეფასებით. ვირუსი გქონდა, არა მქონდა და ეხლაც ვირუსი იყო თუ გაციება, ოღონდ არ ვიცი, ალბათ უფრო გაციება. ყელი მტკიოდა ძალიან და ეხლაც მტკივა ხანდახან. მახველებდა, მოკლედ რა, ძალიან ცუდად გრძნობდი თავს, ოღონდ საიდან მოვიდა ეს არ ვიცი, იმიტომ რომ ლილე მშვენივრად არის და ლილეს არ მოუტანია სკოლიდან. ლიზაც არსად არ ყოფილა. სოსოს კარგად არის. მარტო მე დავზარავდი მადლობა ღმერთს და ძალიან ცუდად გრძნობდი თავს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მე ვლოგი ვერ დავასრულე, ვერ გადავიღე, ვერ დაგიდეთ მოკლედ. იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან ცუდად გრძნობდი თავს, ვერც ლაივები ვერ ჩავრთე და სიტყვის შენ, რატო მიკულებ ეგლე დედა? ხო და მოკლედ ეგეთი ამბებია ჩემო ძვირფასებო. გამემზადებით ახლა 10 საათზე უნდა ვიყოთ კლინიკაში. ჯერ 8 საათია, 9 ახლა დაიწყო. ხო და ნელა გამემზადებით მე და ჩემი გოგო. მიირთვა ისავის მა.
და ეხლა ტიტინებს და აღმოაჩინა რომ ხელები აქვს და ისე უყურებს თავის ხელებს. ძალიან საყვარელი პროცესია ეს მინდა გითხრათ. ძალიან უყვარს ღუღუნი, ლილეს ორი თვის ასაკში ღუღუნი, არ ახასიათებდა საერთოდ ორი თვის ასაკში. საერთოდ არ ახასიათებდა ღუღუნი. და ეს იმდენად სხვანაირია, აი ლილესთან შედარებით ამ ასაკში. აი, რავი რა, მე ხო ვიცი, ხან ხო ვარჩევ ის როგორი იყო და ეს როგორი იყო და ხომ შვენივრად მახსოვს არც არ უნდა გასაკვირი იყოს. ეს არის ბევრად ფიზიკურად ბევრად აქტიური ბავშვი. ძალიან, აი, არც რავი, დიდი განსხვავებაა ძალიან რა მოკლედ ლილეს და ლიზას შორის ამ ასაკში. ძალიან ბევრ ტიტინებს, ძალიან ბევრ ღუღუნებს უხარია რომ ელაპარაკები, უნდა რომ სულ ელაპარაკო, სულ ეკონტაქტო, ну როცა ეხა ძილიანობა ეწყება ღიზიანდება უკვე და აღარ უნდა შეიძლება ლაპარაკით არაფერი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უნდა სულ რომ ეხაც რომ ლაპარაკობ, გასტერებული მიყურებს. ლალი დედა. რა არის დედა? რა? უნდა რომ სულ ელაპარაკო და არ იყო ლილე ესეთი. ლილე ძალიან ესეთი თავისთვის კონტაქტობა უფრო მერე დაიწყო, აი სადღაც 4-5 თვიდან, 4 თვიდან რა, 3 თვიდან ისე რა. აი საწყის ნაბიჯები ქონდა და აი 4-5 თვიდან უკვე კარგად შემოდიოდა კონტაქტში ლილე. და ლიზა ძალიან მალე, ძალიან მალე, 2 თვის გახდა თუ არა, აი რავი, დაიწყო უკვე კონტაქტი, თამაში, სიცილი ხმით, წარმოიდგინეთ ლილე მარიცოდა ხმით სიცილი 2 თვისას. ხო დიდა. ლიზა. და ესეთი ამბებია რა. ბევრად კონტაქტური ბაია ალი ვიდრე იყო ლილე. ლილე. კოიტინდა. როგორ უნდა თქვა აღუ, აბა? აღუდე. როგორ უნდა თქვა აღუ? აღუ. ხო? სად უნდა წახვიდე? სად მიდიხარ შენ დღეს? უნდა იტირო და უნდა ეჩხუბო ექიმი ხო დედა? ხო დედა? უნდა გაბრაზდე? უნდა გაბრაზდე ექიმთან დედა? გოდიდა, ჩაგისვალს ახლა აქვს სურათს 2 თვის სხვაობით. 2 თვის უკან როგორი იყო და 2 თვის მერე როგორია. ხო დედა? რატომ ეჩხუბები? რატომ ეჩხუბები დე? რა არის? რა არის დედა? აღუ. ხო, მერე? ხო. მერე შენ რა უთხარი? შენ რა უთხარი მე? ჰა? რა უთხარი შენ დედა? ხო, აღუ. აღუ. ეს ხელებს რო უყურებს. აღუ? აღუ? როგორ უნდა გამოიპრანჭო ხა, რა უნდა ჩაიცვა შენ? რა უნდა ჩაიცვა ექიმთან? ხო. რა უნდა ჩაიცვა? რა უნდა ჩაიცვა დედა, სიკვალულო? აი დედა. აგუ. წავედით. ხო, და ესათქო და მომწყდა. მე სადატოვო უყურეთ. ესე უნდა დატოვოთ. რომ მოგპარონ მე. რომ მოგპარონ. თქვენ არ გინახიათ, ჩვენი $500 არის მანქანა არ გინახიათ და აი ესე გამოიყურებო. ჩვენი $500 არის მანქანა. აი ესე გამოიყურებო. უფრო კარგადაც განახებთ დეტალურად, მაგრამ უჩქრება. დადის, რა თავარია.
ძალიან ცხელა შიგნით კლინიკაში. მანქანაში მოგვიწყო სრული ისტერიკა. სრული ისტერიკა გქონდა მანქანაში. ვინ დაზარალდა? ვინ შეწუხდა? დედა. ანუ გვერდზე რო ვიხედები, ჩემს უღურეს მდგომარეობაში არიან. მშობლები ტყუპები ეყავთ შეძენილი და მამას ერთი კალიას უკავია, დედას მეორე. დანაწილებულები ყავთ შვილები. ხო, დედა. ასე რომ არ ვიწუწუნოთ ხოლმე. ვიღაცა ჩვენზე უარესად არის იმ გაგებით, რომ აღზრდა უფრო რთულია. ეხლა სად ორი რომ ყავდეს კიდე, ამის გარდა ერთი რომ ყავდეს ესეთი. ხო გაგისმით რა მხრივ ვიძახით თორე შვილებს რა ჯობია. რო ხედავ ეხლა ერთი თვის ბავშვებს, ვინც ეხლა მაგალითად 3 დღის უკან გააჩინა და რაღაც. როგორ მიხარია რომ ჩემი უკვე 2 თვის არის, როგორ მიხარია. ან პლუსებს ვეძებ ეხლა რაც ველოდები ექიმს და ამ ლოდინის დროს ვეძებ ეხლა პლუსებს გარშემო, რომ ლიკა შენ არც თუ ისეთ მდგომარეობაში ხარ, ხო დედა? რთული პერიოდი, თითქმის გადალახული გვაქვს, განახოთ. თითქმის გადალახული გვაქვს რთული პერიოდი, ხო? შენც ეგრე ფიქრობ, ხო? შენც ეგრე ფიქრობ? ხო, მეც მაგას ვიძახი დედა. მეც მაგას ვიძახი. ხო? ხო დედა? კი დედა, კი, ხო დედა. მაგას ვიძახი მეც დედა და ალა ვისწელა, ხო? ხო, მერე? მერე? რამე პრობლემა ხო არა გაქ შენ? რამე პრობლემა ხო არა გაქ სამყაროსთან? აი დედა. აიდა. აიდა დი. აიდა. მუა. 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 სანამ ექიმი დაგვიძახებს, თან ამას ვარწევ და თან თქვენთვის ამ ვლოგს ვამონტაჟებ. Then she needed more water. And she was so cold still. She didn't know what to do. She asked him for water and water fast. The water, I need
water. Can she get some water? ერთხელ მოგესალმებით ამ ვლოგში რამდენჯერ მოგესალმეთ ვინ იცის ვინ იტყვის ლიზა ცოტა უკეთესად არის აცრების მერე ხასიათი შედარებით გამოუსწორდა ღმერთს მადლობა რას ველოდებოდი აბა 4 უშველებელი ნემსი გაუკეთე ჩამხელა ფეხებზე და რას ველოდებოდი რა მეგონა როგორ იქნებოდა პირველი რაც მინდა რომ გაგიზიაროთ რა ჩემი შეიძლება სულ გაინტერესებთ მაგრამ მაინც სულ საინტერესო აი ეს ჯანდაბა მინდა გადავაგდო აი ეს მინდა რომ გადავაგდო აი ამ შესასვლელში აი ეს შკაფი აღარ მინდა რომ იდგეს და მინდა რომ სხვა იდგეს ხო და ნოემბერში ველოდები YouTube-ის ხელფას და რო ჩამერიცხება სოსო იმედია ცოტას დამიმატებს რომ ნორმალური რაღაცა ვიყიდო და ამის მაგივრად დავდგე, იმიტომ რომ ძულს უკვე ჯერისერთი რომ არაფერი აღარ ეტევა შიგნით, ანუ არაფრის მაქნისია, არაფერში არ მადგება, უნდა მოვიშორო ერთი სული მაგ და სანამ გარდერობს ვიყიდით ხო, სანამ კომოდს რა როგორც ქვია პატარა ზომის რა, მანამდე ვფიქრობ რომ გადავაწყო რაღაცეები სხვაგან შევინახო და ეს გადავაგდებინო სოსოს. უკვე მაღაზიანებს თან ეს საერთო საცხოვრებელიდან წამოვიღეთ და კიდე იქაურობას რომ ახსენებს უფრო მეტად ვერ ვიტან. ხო, ეხლა მინდა განახოთ ლილეს ფოტოსესიის სურათები, რომელიც ლილეს არ მაცდის. გესმით? ჯოისკა, ლაუკენი ჯოისკა ისეთუნგა, ნერდაულედისკი. შეგიდით ლაუკნა. განახოთ სურათი, რაშიც $43 გადავიხარე და აღარ გადავიხდი, $33 არის ხოლმე ყველაზე იაფიანი. უყურეთ ახლა. ერთადერთი ეს არის ნორმალური კლასის სურათი. ესე გამოიყურება. ესე გამოიყურება. დაასტოპეს თუ რამეა და უფრო კარგად დააკვირდით. დანარჩენი არის ერთი და იგივე. ერთი ესეთი ორი ერთად შეერთებული. მეორე ესეთი 8 აქ 4 აქ 1 ანუ ლოგიკურად რათ მინდა ამდენი მოკლედ ამ კლასის ფოტოს დავიტოვებ და აი ამას დავიტოვებ კიდე ამას დავიტოვებ ამათ გავაგზავნით თბილისში რა საქართველოს ბები არის